მოგესალმებით თქვენს მეტ შემდეგ პოდკასტს, რომელშიც საუბრობთ ხოლმე მეცნიერებაზე, ტექნოლოგიებზე და ვცდილობთ გავიგოთ თუ რა რეალობაში ვართ ახლა და როგორ შეიძლება გადავიდეთ მომავალში. დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის გვანცა ბრაჭველი, ჩემი მეგობარი, ბიოლოგი, მოლეკულური ბიოლოგი, ლუგარის ლაბორატორიის მკვლევარი და ადამიანი, რომელთან ერთად ჩამიწერია რამდენიმე პოდკასტი, ხო? გადაცემაც კი წლების წინ და მოკლედ რაღაც ისე გამოვიდა, რომ რაღაც არ გამომივიდეს, მაგრამ ჩემს თვალწინ გაიზარდე როგორც მეცნიერი, ხო? იმიტომ რომ მე მაშინ პირველად რომ მოვედით, მაშინ ლუგარში იყავი, სულ ახალი დაწყებული ქონდა, ხო? ახალი დაწყებული ქონდა და მაშინ როგორ თამამად მიგიწვეთ მახსოვს. კი. ეხლა რომ ვერავის ვერ მივიწოდი ეგრეთ თამამად. მართლა? ვა. ხო და კარგი გადაცემა გამოვიდა. კი და მე პოდკასტებიც ძალიან კარგი იყო ხოლმე და ეგ იყო რეალურად თუ არ მეშლება 5-6 წელს წინ სადღაც მე მგონი, ხო? 2019 წელი იყო. 6 წელი გამოდის დაახლოებით ეგრე მგონია რა. მოკლედ ძალიან მიხარია რომ ეხლაც აი ამ ფორმაშიც აქ ხარ და დღეს ჩვენ გადავწყვეტ რომ ვისაუბროთ დაავადებებზე, ხო? ანუ დაავადებების ისტორია მოვიხილოთ. მოვახდინოთ საერთოდ დეფინიცია, ხო? რა არის დაავადება, იმიტომ რომ დაავადება ყველას გვსმენია, მაგრამ იქ ბევრი რაღაც შეიძლება ჩაშალო, ხო? იქ არის ვირუსები, რა ვიცი, ეპიდემიები სხვადასხვა, სოკოებზე შეგვიძლია ვისაუბროთ, ბაქტერიებზე და ასე შემდეგ რა და მოდი რავი, ალბათ მაინც პირველი როგორც თქვი, თავიდან მაგით დავიწყოთ. თვითონ აი დეფინიციას, აი როგორც ბიოლოგები, გინდათ როგორც მოლეკულური ბიოლოგები, როგორ შეგვიძლია ვთქვათ, რას ვეძახით დაავადებას უბრალოდ მეცნიერულ ენაზე. ხო, ანუ ზოგადად ეს დაავადების განმარტება იმდენად ზოგადი შეიძლება იყოს, რომ ძალიან ბევრი სხვადასხვა მიმართულება ჩაერთოს ამ პროცესში. ახლა მე როგორც განმარტავდი, როგორც ბიოლოგი, ეს არის პროცესი, როდესაც ირღვევა ცოცხალი ორგანიზმის ფიზიოლოგიური მდგომარეობა და ეს საბოლოო ჯამში არღვევს მის ან სიცოცხლის ხარისხს ან სიცოცხლის ხანგრძლივობას. თუმცა თვითონ ეს დაავადებებიც მე უკვე იშლება, ხო? მაგალითად აი ვირუსები, რომლებსაც საერთოდ სიცოცხლეთ ვეძახით თუ არ ვეძახით, აი მანდაც ხო აი კლასიკური გაგებით საერთოდ რა არის და თვითონ აი ფენომენი ძალიან საინტერესოა, ხო? დაავადება არის რეალურად რაც არის აი როგორ თქვა, სამყაროსთვის რაც არის გრავიტაცია, რომ რაღაცა ჩნდება და გრავიტაცია მოყვება, რაღაც დაავადებებს ეგ არის, ხო, როგორც ევოლუცია ალბათ, რაღაც ნაწილი სიცოცხლის, ხო, ალბათ. კი, ანუ ახლა დაავადებები რო განვიხილოთ სხვადასხვა კრიტერიუმით, შეიძლება რომ დავყოთ, ხო, ერთმანეთისგან ეს არ არის, მარტო ახლა ვირუსებზე და ბაქტერიებზე ვერ ვილაპარაკებთ, ანუ პირველ რიგში მე როგორც გავყოფდი, ეს იქნება გადამდები დაავადებები და არაგადამდები დაავადებები. ხო, გადამდებ დაავადებებში ალბათ უფრო ამ ნაწილზე ვისაუბრებთ მე და შენ. ეს არის ზუსტად ის ინფექციური აგენტებით გამოწვეული დაავადებები, რომლებიც შეიძლება რომ იყოს გადამდები სიტყვაზე ადამიანიდან ადამიანზე, ან სხვა რაღაციდან ადამიანზე, ან ცხოველზე, ან მცენარეზე, ანუ არ აქვს დიდი მნიშვნელობა, ხო, ცოცხალ ორგანიზმზე. რაც შეეხება არაგადამდებ დაავადებებს, ეს უფრო პრობლემური არის, იმიტომ რომ თვითონ კიდე შეიძლება ძალიან ბევრ ნაწილად ჩაიშალოს ქრონიკული დაავადებები მაგალითად, ან მწვავე დაავადებები, ხო? ანუ ქრონიკული რაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს, აი გულ-სისხლძარღვთა პრობლემები მაგალითად, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა რავი, საქართველოშიც და მსოფლიოშიც. ზოგადად კი. და მწვავე დაავადებები, მაგალითად, აი უცებ კბილით ტკივა, იმიტომ რომ ამოსაღები გაქვს და რაც ნერვი გაქვს მოსაკლავი, ხო? ასევე მტკივილი. ხო, ეს მარტივი მაგალითები. მერე კიდე შეიძლება ეს დაავადებები გავყოთ ჩვენ მემკვიდრულად და არამემკვიდრულად. გენეტიკურ დონეზე შეიძლება გავყოთ, ანუ მემკვიდრული არის ის, რაც პრაქტიკულად ჩვენს გენოტიპში არის და გადადის თაობიდან თაობაზე და ეს რა ვიცი ჩვეულებრივი ამბავია ასევე და არის არამემკვიდრული დაავადებები, რომლებიც ჩვენ სიცოცხლის ხანგრძლივობის განმავლობაში შეიძლება დაგვემართოს და ეს უკვე აღარ გადავიდეს მომდევნო თაობებში. ხო, აი ვირუსზე რო დაგიშვე მაგაზეც მინდა ხო ვისაუბროთ, იმიტომ რომ აი რავი რეალოდ აღვიქვავთ სიცოცხლეთ თუ ვერ აღვიქვავთ. აკმაყოფილებს იმ საბაზისო რაღაცებს, რასაც ჩვენ სიცოცხლეზე ვსახთ, ჩვენ ვართ სიცოცხლე მაგალითად, ხო, ბაქტერიაც არის, ხო, და ვირუსი რა ტიპია? ვირუსები საერთოდ სხვა ტიპები არიან. ჯერ მოდი იმას მეორე კითხვას ვუპასუხებ წეღარაც მითხარ, იმიტომ რომ ძალიან ფილოსოფიური არის რა, ანუ სიცოცხლის არის თუ არა დამახასიათებელი დაავადების არსებობა, იმიტომ რომ მე მგონია ჯერ ამაზე უნდა ვისაუბროთ, რომ გავიგოთ მე ცალ-ცალკე აგენტები რას აკეთებენ და როგორ ფუნქციონირებენ, ხო? ანუ მე მგონია რომ ეს
ნებისმიერი დაავადება არის მართლა სიცოცხლესთან დაკავშირებული, რა და სხვანაირად ვერც იქნება. ანუ მაგალითად ავიღოთ ბაქტერიების გამრავლება ხო სიტყვაზე, რომელიც ერთი ბაქტერიიდან ვიღებთ ორ ბაქტერიას, ეს არის გამრავლების ფორმა. ამ შემთხვევაში, ძალიან ხშირ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს რაღაცა შეცდომა. გამრავლების პროცესში. იგივე არის ბაქტერიებში, იგივე არის ადამიანებშიც, ხო, ნებისმიერ დროს უჯრედში შეიძლება მოხდეს შეცდომა, რის გამოც წარმოიშვას სხვანაირი უჯრედი. ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ ძალიან შეიძლება მივიღოთ დიდი მრავალფეროვნება. ერთი მხრივ, რაც გამოსადეგი არის ევოლუციისთვის და კარგი არის სახეობის გადარჩენისთვის, ხო? იმიტომ რომ რაღაც ახალი სტრეს ფაქტორი გაქვს, გამრავლებისას იცვლება ეს ყველაფერი და მიიღებ მრავალფეროვნებას და რომელიც ყველაზე ძლიერი და მედეგია ის გადარჩება. ევოლუციის მთავარი ინსტრუმენტი ერთ-ერთი. ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია და მეორე მხრივ ახლა ინდივიდის დონეზე რო გახვალ, აი ეს ამ ევოლუციურ გადარჩენაში ყოფნა, რა თქმა უნდა შეიძლება არ იყოს ყველასთვის ხელსაყრელი და ამიტომაც ძალიან ბევრი ავადდება ესე ბჭყალებში და საბოლოოდ ვერ გადარჩება. მაგრამ ეს ზუსტად იმაზე მეტყველებს, რომ დაავადება არის ციცოცხლის ნაწილი. და დაავადება ახასიათებს ყველა ცოცხალ ორგანიზმს. და შესაბამისად ბაქტერიებსაც თავის ბაქტერიოფაგები ყავს, შეიძლება ითქვას ესეც? კი, ერთი მხრივ რომ ინფექციური აგენტები არსებობს ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის, მაგალითად ბაქტერიებს ყავთ ბაქტერიოფაგები, ადამიანებს ყავთ სხვადასხვა ტიპის ვირუსები, ბაქტერიები, სოკოები, ხო? და მეორე მხრივ ის რომ გამრავლების პროცესში შეიძლება საკუთარმა გამრავლების სისტემამ, მოლეკულურმა მექანიზმმა აურიოს და საერთოდ ინფექციური აგენტის გარეშეც კი წარმოიშვას დაავადება, ხო? ანუ ორივე ნაწილი გასათვალისწინებელი აქ არ არის აუცილებელი ვისაუბროთ, რომ ყველას ყავს რაღაც თავისი დამაავადებელი. ამის გარეშეც არსებობს დაავადება. თუმცა აი შემთხვევით ხო არის მე რაღაცებს წამიკითხავს და მაგიტო ხო არ არის რამე ისეთი ორგანიზმი, რომელსაც შეიძლება რომ არ ემართებოდეს დაავადება. რაღაცა მარტო აი რაღაცებს ხო ამოთხოვენ რომ უკვდავია. მაგრამ ის მე მგონი არის რომ თავის გენის კოპირებას აკეთებს და მაგით არის უკვდავი, ხო აი? ყველა გენის კოპირებას აკეთებს, უბრალოდ ჯერჯერობით ჩვენ ხომ მაინც არ ვიცით ბოლომდე ამ სიკვდილთან ახლოს რას მივყავართ, ხო? ანუ ლაპარაკობთ რომ ეს ტელომერები მოკლდება და იმიტომ გვაქვს შეზღუდული სიცოცხლის ხანგრძლივობა და ზოგს შეიძლება უბრალოდ დიდი ტელომერები ქონდეს, მაგრამ აი ეს უკვდავობის ფენომენი კი ამბობენ ხოლმე რამდენიმე ორგანიზმზე, მაგრამ აი მაინც არ არის ის რასაც ქვია ხო ეგ მაინც მე მგონი არ არის ბოლომდე უკვდავება ანუ არ არის დადასტურებული ესე ვთქვათ რომ ეს რაღაცა და ეს ორგანიზმი მაგალითად არ ავადდება ანუ მასაც რაღაც ექნება სავარაუდოდ კი მასაც აექნება მუტაციები რომელიც ჩვენ შეგვიძლია განვითავოთ და აი შენ წინას შეკითხვას მე მგონი რასაც ეხლა რაც კიდე მინდა ჩაგეკითხო მე მგონი მაინც უპასუხე მაგრამ მაინც კითხავ რომ ანუ რეალურად შეიძლება ითქვას რომ დაავადებაც ევოლუციის ინსტრუმენტია ხო? კი ეგრე შეგვიძლია რომ ეს რაღაცა ერთ-ერთი ინსტრუმენტია ხანგრძლივ პერიოდის თუ გავითვალოთ თუ ხანგრძლივ პერიოდის კი რა თქმა უნდა თორე ინდივიდს ეხლა რა თქმა უნდა იქ ეს სულად ხვდება ფიზიკურადაც და იმითაც მაგრამ ანუ მოკლედ ეს შეგვიძლია ვთქვათ რომ მაგით იხსნება ხო და მან და შემოდის მოკლედ ეს ვირუსიც კი ხო და ეს ვირუსი ვინ არის ვირუსი არის ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და საყვარელი არსება, რომელიც ზოგისთვის არის ცოცხალი, ზოგისთვის არ არის ცოცხალი, ჩემი აზრით არც ცოცხალი, არც მკვდარია. სუპერპოზიციაშია. ხო, სრულიად ცალკე, ზუსტად ამიტომ არის საინტერესო. რეალურად ფიქრობენ, რომ ვირუსები არის ევოლუციის პერიოდში უკან წასული ნაბიჯი. ანუ რატომ? იმიტომ რომ ვირუსები ახლა ძალიან ბევრი ვირუსი არის ხო სამყაროში. თუ არის გარემო სივრცეში, არც ერთი სასიცოცხლო ფუნქცია არ ახასიათებს. არ იკვებება, არ სუნთქავს, არ მრავლდება, არაფერს არ აკეთებს, უბრალოდ არის. მაგრამ თუ ის მოხდება ცოცხალ ორგანიზმში და ისეთ უჯრედში, რომელსაც აქ უნარი რომ უმასპინძლოს ამ ვირუსს, მაშინ ის იწყებს ძალიან აქტიურ პროცესებს. ანუ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მექანიზმები არის ვირუსების მიერ გამოწვეული, რაც შეიძლება ცოცხალ უჯრედში მიმდინარეობდეს, იმიტომ რომ ვირუსები რეალურად ატყუებენ ჩვენს უჯრედებს. რომ მაგისიანები არიან, ხო, რაღაცა? არა თუ მაგისიანები არიან, მთლიანად ატყუებენ, აჩერებინებენ იმ პროცესებს, რომელიც
ფიზიოლოგიურად საჭირო არის უჯრედში მიმდინარეობისთვის და თავენთვის საჭირო მექანიზმს. რეალურად ახლა რო თქვა ვირუსი რა არის? ვირუსი არის სრულიად რაღაცა ორი ტიპის მოლეკულისგან ამდგარი კონსტრუქცია. ერთი არის ნუკლეინის მჟავა, უპატარავესი ფრაგმენტები და მეორე არის ცილა, კაფსიდი, რაც ცილოვან გარსში არის ჩაშვებული, რაც ნუკლეინის მჟავა, რაც გენეტიკური ინფორმაცია, რომელიც ეგრევე იწყებს გამრავლებას ცოცხალ უჯრედში შეღწევის შემდეგ. ასინთეზირებს, წარმოშობს თავის ასლებს, კოპიებს, არაადეკვატური რაოდენობით და საბოლოო ჯამში აი ჩვენს უჯრედს, მასპინძელ უჯრედს მთლიანად არღვევს, იმიტომ რომ გამოაღწიოს და გადადის ახალ უჯრედზე უკვე მისი ასობით და ათასობით ახალი ასლი. ანუ მისი ერთადერთი ფუნქცია არის ის, რომ გამრავლდეს და ასე გადარჩეს. თუმცა დაუშვათ, მიუშვით, რაღაც ორგანიზმმა მიუშვა და გამრავლდა და ბოლოს მოკლა ეს ორგანიზმი. თვითონაც ხო თვითონაც კი, მაგრამ მეორე მხრივ მისთვის მნიშვნელოვანი არის ის, რომ პროცესში გაიზარდოს მისი პოპულაცია, იმიტომ რომ აქედან შეიძლება სხვა ახალ ორგანიზმზეც გადავიდეს, ხო? ანუ არ არის აუცილებელი რომ ამ ორგანიზმში დასრულდეს მისი სასიცოცხლო ციკლი, თუ ესე შეიძლება ითქვას. მაგრამ მეორე მხრივ ძალიან ბევრი ვირუსი არის საკმარისად ჭკვიანი იმისთვის, რომ დაინფიციროს ორგანიზმი, იცხოვროს მასში, მაგრამ არ მოკლას. ხო, აიგაა ძალიან საინტერესო. ხო, ანუ ახლა ძალიან ბევრი ვირუსი შეიძლება ვთქვა ახსენოთ ჩვენ, რომელიც ქრონიკულად არის ორგანიზმში და გვაქვს, ვატარებთ და არ კლავს, ან ძალიან დიდი ხნის შემდეგ კლავს, ხო? ხო, აიგაა. ვირუსები მაგალითად, რომელიც სიმსივნის გამომწვევი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არიან, ახლა ქალების ჯანმრთელობაში, ხო? მაგრამ პაპილომა ვირუსი დაავადება სიმსივნეს რეალურად იწვევს წლების შემდეგ, ძირითად შემთხვევებში, ხო? ეგრევე არ იწვევს. მაგრამ იქამდე არის მრავლდება. უფრო დიდ სიამოვნებას იღებს, ესე ვთქვა, თავისთვის, ხო? და ევოლუციურად ხო ვისაუბრეთ, რომ ეს დაავადება რაღაცა ამ ევოლუციის ერთ-ერთი საფეხური რაღაც პროცესია, ნაწილია, სწორია, ხო და ვირუსი მაგ ხრივ როგორ გვესმის? ევოლუციაში რამე როლია? მაგას ვამბობ, ევოლუციაში უკან წასული, უკან გადადგმული ნაბიჯი, იმიტომ რომ ევოლუციურად ჩვენ ყველას გვახასიათებს ცოცხალი ორგანიზმისთვის დამახასიათებელი. რატო უნდა გაჩენილიყო, მაგიტო შევ ეგ შეკითხვა. ნახე, ჩვენ ყველანი ვართ დამოკიდებული რაღაც პროცესებზე იმისთვის, რომ მივიღოთ ენერგია. ჩვენ თუ ენერგიას არ მივიღებთ, სიტყვაზე საკვების მხრივ, ხო, მცენარების მზის სხივის მხრივ, ამ შემთხვევაში ჩვენ ვიხოცებით. ვირუსებს ეს არ ჭირდებათ. ვირუსებს შეუძლიათ რომ ქარის სამყაროში იყვნენ და როგორც კი გაჩნდება გამრავლების საშუალება, მაშინ გამრავლდნენ. ამიტომ სრულიად განსხვავებული არის, ანუ მათ ის საჭიროებები არ აქვთ, რაც ჩვენ გვაქვს. ამიტომ შეიძლება ალტერნატიული გზა იყოს იმისთვის, რომ ვირუსებმა იცხოვენ. რაღაც ამიკითხავს სამეცნიერო ჟურნალში, რაღაც მეშ არა, რომ ეჭვი შეიძლება ვირუსები საერთოდ არადედამიწური სიცოცხლე იყოს. არ გულისხმობ რაღაც სპეისშიპი ჩამოვიდნენ თუ რაღაც ხო ხდება, ანუ მოხდება რაღაც ეგეთი. რაღაცნაირად, ხო. არ ვიცი რამდენად საფუძვლიანი ეს ამბავი. მეორე მხრივ კიდე ჩდება შეკითხვა, რომ ვირუსი უფრო ადრე იყო თუ კიდეც იმ ფორმა, რასაც ჩვენ ვეძახით სიცოცხლეს, ხო? ეგეც არ ვიცით ალბათ, ხო? კვერცხი თუ ქათამი. ხო, ეგ არის დაახლოებით, ხო, ესე იგი. კი, მე უფრო რატომღაც ლოგიკურად მივყვები იმ ჯაჭვს, რომ რაღაცები ვითარდება ერთი მიმართულებით პირდაპირ, ხო? ერთი მხრივ, რაღაცები ვითარდება მეორე მხრივ. ამ შემთხვევაში უბრალოდ ეს იყო ის ფორმა, რომელმაც შეძლო გადარჩენა ამ ალტერნატიული გზით. და შენარჩუნდა. აი ეს ლუკას ვეძახით თუ არ მეშლება რაღაც სიცოცხლის ფორმა არის, რომელსაც ამბობი ლუკა ქვია, ეს რაღაც ძალიან პრიმიტიული ფორმა, რომელსაც ეხება ყველაზე ძველი მასში რომ ჩადიან ხოლმე კვლევებით, ის არის ერთ-ერთი ყველაზე თვლიან რომ აი ყველას ჩვენი წინაპარი ეგ არისო რა და აი საინტერესოა ხო მაგხრივ დაფიქრდე, ანუ ქონდა იყო თუ არა ამ დროს უკვე ვირუსი, მაინც სულ მაგაზე მეფიქრება ხოლმე და იყო თუ არა ეს ანუ როგორ დაიწყო მოკლედ ჩვენ რას ვძახით აქეთ მხარეს სიცოცხლეს და ვირუსებს შორის როგორ უნდა დაწყებულიყო თუ რაღაც აი ძალიან ისე იყვნენ ეს ვირუსები ელოდებოდნენ ო სიცოცხლე მოვიდა და დაიწყეს მე ეს ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა მაგრამ მაგაზე არ გვაქვს ამ წამს ამ წამს ხო სამეცნიერო რამდენადაც მე ვიცი არ გვაქვს პასუხი ხო ხო შემდეგ რომ მოკლედ რომ გავყვეთ მას შეგვიძლია ტექნოლოგიად მე ვიცით რომ რაღაც ჩდება რაღაც კომპლექსური სიცოცხლე ხო და სავარაუდოდ კომპლექსური სიცოცხლესთან ერთად დაავადებებიც უფრო მრავალფეროვანი უნდა გახდეს ხო მესმის ხო
ხო და აი ეგ ტრანსფორმაცია თუ რავი რაც უნდა ის დავარქვათ როგორ გვესმის ანუ როგორ ვიცით აი დაავადებების განვითარება რა დონეზეც ვიცით აი თუ იცი მაგალითად რაღაც დაავადებები რომლებიც აი უძველესი სახით რაღაც აი ნამარხში თუ პოულობენ შეიძლება ვერ პოულობენ შეუძლებელია და ის რაღაც შეკითხვას თუ ხა ეგ მაინტერესებს თუ იცი მაგას თუ ხსმენია ეგეც ეს არის რა ქვია ანუ არაერთი მეცნიერების კვლევის საკითხია იმიტომ რომ პირველ რიგში ანთროპოლოგია უნდა ჩაერთოს ხო იმიტომ რომ ბევრი დისციპლინა ხო ბევრი დისციპლინა არქეოლოგია პალეო კვლევები მანდ არის უკვე მერე გენეტიკა, მოლეკულური ბიოლოგია, ენათმეცნიერება სხვათა შორის. და ანუ აი ეს ყველაფერი იკლავს მასეთ საკითხებს. ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ დღეს უკვე ბევრი არა, მაგრამ არის დაავადებები, რომლებიც უძველეს განამარხებულ ძვლებზე აღმოჩენილა. მაგალითად ტუბერკულოზი, ბრუცელოზი და ნუ კიდევ რამდენიმე ესეთი ინფექციური პათოგენი, ახლა თუ შეადარებთ დღევანდელთან, ხო? რა თქმა უნდა, განსხვავება არსებობს. აი ეს ტუბერკულოზი რის ნამარხზე არის? ტუბერკულოზი ნახეს როგორც მახსოვს მუმიებზე. ადამიანის. კი. ხო. ახლა ტუბერკულოზიც საჭირო არის რომ ადამიანმა როცა მოიშენა და დაიწყეს ცხოველებთან ურთიერთობა, ხო, როცა მეცხოველეობაზე გადავიდა, მაშინ უნდა დამართნო და ადამიანს წესით, იმიტომ რომ ადამიანის ტუბერკულოზი ძალიან ახლოს არის ძროხის ტუბერკულოზთან. და დიდი შანსია რომ განიცადა ევოლუცია და როცა უკვე ძროხა ყავდა ადამიანს, ძროხიდან განმოვიდა ადამიანზე. მაგრამ მეორე მხრივ როგორც ჩვენ მიცვლებით საუკუნეების განმავლობაში, საუკუნეების კი არა, ლამის დღეების განმავლობაში ვიცვლებით ადამიანები, ისე იცვლებიან პათოგენები. ამიტომ თუ ჩვენ შევადარებთ უძველეს განამარხებულ პათოგენებს დღევანდელთან, რა თქმა უნდა, ვნახავთ განსხვავებებს. მაგრამ მეორე მხრივ უნდა გავითვალისწინოთ ეკოლოგიური ფაქტორები და დროის ხანგრძლივობა, ხო, ძალიან ბუნებრივი პროცესი არის ჩემი აზრით და ხო, მესმის კი. მაგრამ მანდ ხაი შენ ძალიან საინტერესო რაღაც პოინტი თქვი, რომ ანუ ჩვენ ვიცით, რომ რაც მოდის ცხოველებს მოშინაურება, მაქედან არის ძალიან ბევრი დაავადებები, ხო? რეალურად დღესაც რაც ბევრი რაღაც ცნობილი დაავადება არის თავის დროზე რაღაც ცხოველებიდან გადმოსული, ხო? ხო და მაგის კიდე ერთი მაგალითია, შეიძლება ვცდები, მაგრამ მე ესე მესმის ყოველ შემთხვევაში, რომ მაგალითად, როდესაც ამერიკის კონტინენტი აღმოაჩინეს ევროპელებმა და აი სულ შეკითხვა ხდება ხოლმე, რა ბევრს დაუსვამთ მათ შორის ჩემთვისაც, რომ კაცო, გავიგეთო, რომ ამ ევროპელებმა ჩაიტანეს და ეს ადგილობრივი ამერიკელები, ესე ვთქვათ, ინდიელებსაც ვეძახით ჩვენ, დაიხოცენ ამ დაავადებების გამო, იმიტომ რომ არ ქონათ მათ იმუნიტეტი, რაღაცა, მაგრამ ამათ მეორე მხრივ რატო არ დამართესო თვითონ ევროპელებს და ესენიც რატო არ დაიხოცნენო და მაგაზე მე მესმის ესეთ პასუხი რომ შეიძლება კიდე ერთხელ ვუცდები ცხოველები არ იყო იქ ესე მასიურად მოშენებული და მოკლედ აქ მთელი ეს უკვე დაგროვილი გქონდა საუკუნეების განმავლობაში და ამიტომ ჩავიტანეთ ამდენი დაავადებები. აი ეგ როგორ გვესმის, როგორ რა? კი, ხო, ზუსტად ეგრეა, smallpox ჩაიტანეს ევროპელებმა ძალიან ლამაზად და ძალიან საშინელი მეთოდებით დამართეს რეალურად ადგილობრივ ამერიკელებს. ო, რაღაც ისტორიებიც, რაღაცებს აგზავნიდნენ იქ, ხო? შევად გზავნიდნენ. სუდარებში და რა. სუდარები, ნუ აი მოსასხამები გაუგზავნეს, რაც შერიგების მადლიერების დღე, ანუ მოკლედ რა ძალიან ძიმე ისტორიებია მაგაზე. აი ეგ ისტორიები მოგყევი, რომ საინტერესო. ანუ ეს არის რა საჩუქრებს უგზავნდნენ, რომელსაც რეალურად ჰქონდათ გადატანილი ინფექციური მასალა, ახლა გასაგებენაზე რა ვთქვა და ნუ მე საჩუქრებს იღებდნენ ადგილობრივი ინდიელები, საერთოდ არანაირი იმუნიტეტი არ ჰქონდათ და იხოცებოდნენ. რატო არ ჰქონდათ იმუნიტეტი? იმიტომ რომ იმ კონტინენტზე მაშინ ჯერ ერთი რომ საერთოდ სხვანაირი ცხოვრების სტილი იყო. ანუ მართალია ტომებად ცხოვრობდნენ, მაგრამ ცხოველები როგორც წესი არ ყავდათ ჩართული თავიანთ ცხოვრების სტილში, არ ქონდათ რაღაცა ისეთი უფრო მჭიდრო კომუნიკაცია, პოპულაცია უფრო მცირე იყო, ხო? ახლა ევროპასთან რო გავაკეთოთ პარალელი, ევროპა არის ამ დროს ძალიან მჭიდროდ დასახლებული, სხვანაირი განვითარების და ანუ ძალიან განსხვავებული არის ეკოლოგიური და სოციალური მდგომარეობა და ამიტომაც მე ხო, თან სიმჭიდროვე თქვი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ მანდ მართლა უფრო ძირითადად ესეც სიმჭიდროვე არ იყო, როგორც მაგალითად ევროპაში, ლონდონში, მაშინ გინდას ლონდონში ან პარიზში, იმიტომ რომ ევროპაში უკვე მაინც ჩანდა უფრო დიდი ქალაქები, ხა როგორც ინდუსტრიალიზაცია მე მაგ ხელ არ იქნებოდა, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც იქნებოდა უფრო დიდი სავარაუდოდ. ხო, იმიტომ
ხო. მაგით იხსნება სავარაუდოდ, ხო? კი. მაგით იხსნება და მეორე მხრივ, აი ხა ცხოველებიდან ადამიანებზე როგორ გადადის, რატო გადადის, ხო, დღემდე არის. ხო, ეგ მუტაციებია საინტერესო. ხო, ეხლა თქვა საუბარი კორონაზეც, რა ვიცი, მეღამურა და. ეს არ არის მარტო მუტაცია, ანუ მე მგონია რომ უნდა ვილაპარაკოთ ზოგადად დაავადების ტრანსმისიის ციკლზეც ასე დაფუძნებული ტერმინია, ტრანსმისიის ციკლი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ აი ვირუსების შემთხვევაში, გინებაქტერიების შემთხვევაში, როგორც ხდება ხოლმე, ხო? ძირითადად ისინი მოითხოვენ რაღაცა მასპინძლის ქონას, ხო? ერთი მხრივ. მაგალითად მე და შენ. მაგრამ იმისთვის რომ მასპინძლამდე მოაღწიოს, ვირუსი როგორც წესი ითხოვს ეგრეთ წოდებულ რეზერვუარს. ხო? ანუ როგორ არის? პირველ რიგში ჩვენ ამ ჯაჭვში გვჭირდება თვითონ ინფექციური აგენტი, ამ შემთხვევაში მაგალითად ვირუსი, რომელიც მერე ხდება რეზერვუარში. რეზერვუარი შეიძლება ბევრნაირი იყოს, ეს არის მაგალითად ტკიპა, კოღო, ძალიან აქტუალური რაც არის დღეს, ხო? რწყილები, ხო? და შემდეგ აი ამ გზით, აი ამ შუალედური გზით, რეზერვუარის მეშვეობით, ისინი აღწევენ იმ მასპინძლამდე, რომელსაც დაავადებს, იმიტომ რომ შუალედურ რგოლს როგორც წესი არასნებოვნებენ. ეხლა მაგალითად ჩვენ რომ გვემართება სხვადასხვა ვირუსი, მის გადამტანს არ დაემართება. აი მაგალითად არბოვირუსები, რომლებიც კოღოს მიერ გადატანილი ვირუსებია. აი მაგალითად ტროპიკული ცხელების ვირუსები, ზიკა, ჩიკუნგუნია, ვესტ-ნაილ ვირუსი, ანუ ძალიან ბევრია, დინგე ვირუსი, რომელიც უკვე ძალიან აქტუალური ხდება ევროპაშიც. და ჩვენამდეც ალბათ რა ვიცი, რამდენიმე წელს შეიძლება მოაღწიოს. ისინი არიან კოღოში, ხანგრძლივად, კოღო გადასცემს თაობიდან თაობას, დედიდან შვილს და საინტერესო არის ის, რომ ისინი არსნებოვნდებიან, ატარებენ ამ ვირუსებს და მე როცა მიაღწევენ მასპინძელს, ადამიანს, ცხოველს არ აქვს დიდი მნიშვნელობა და ასნებოვნებენ. ეხლა რატომ არის ეს საინტერესო შუა საუკუნეების პერსპექტივით, ხო? და რატომ იყო ევროპაში პრობლემა და არ იყო სიტყვაზე ადგილობრივ ამერიკელებთან პრობლემა? იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრობდით ვიწრო ტერიტორიებზე, ყავდა ცხოველები და მოყავდა მოსავალი. ანუ რო წარმოიდგინო მაშინ ჩვეულებრივი საშუალო ფენის ადამიანი, ხო? სიტყვაზე პარიზში. ან ლონდონში. არის სიბინძურე. ვირთხებს გადააქვთ რაღაც. აი ხა მან უნდა მივიდეთ. ვირთხებს გადააქვთ, ანუ სახლში ყავს ცხოველები, ამ ცხოველებს ყავს რწყილები. ასევე სახლში აქვს მარცვლეული. ამ მარცვლეულს ეპარება თაგვი. ხო? და მე იქვე ცხოვრობ შენ. ეხლა რატო არის ეს საინტერესო? იმიტომ რომ რწყილი არის შავი ჭირის გადამტანი ორგანიზმი, რომელიც შეიძლება ცხოველზე იყოს. ასევე თაგვზე. თაგვი აქვე არის რა დაფაჩუნობს თავისთვის. და მე ხარ შენ აქვე. თაგვიც ინფიცირდება და შენც ინფიცირდები, მაგრამ ეს რწყილები აი ყველგან არიან. იგივე არ ხდებოდა ადგილობრივ ამერიკელებთან, იმიტომ რომ ესეთი მჭიდრო დასახლება და ესე ყველაფერი ერთობლიობაში შეიძლება იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ისეთი სიმჭიდროვით არა როგორც ევროპაში. ამიტომ იყო რომ ჩვენთან რაღაცები ისე გავრცელდა, როგორც იქ არა, მაგრამ სამაგიეროდ როგორც კი smallpox-ი ჩავიდა იქ, ყვავილის ვირუსი ეგრევე გავრცელდა, ხო, ადამიანებში და პოპულაციები. ხო, იმიტომ რომ აი ბავშვობაში პატარა რო ვიყავ, ეგრე მესმოდა პატარა რო ვიყავი, რომ აი მეთქი ჩავიდნენ ეს თეთრკანიანები და დახოცეს ეს ინდიელები რა და ნუ მე ბავშვობაში თამიშდებოდა ხოლმე შეკითხო, რომ მეთქი აი ამდენი კი, მაგრამ როგორ დახოცეს რა ფიზიკურად და ნუ რეალურად ეგ იყო, რომ მაგ სხერპლის ძალიან დიდი პროცენტი სინამდვილეში ზუსტად დაავადებებით დაიხოცა, ხო და არა, ეხა ეს. რა თქმა უნდა, იქ საშინელად ექცეოდენ იმათ იყო იქ გადასახლებები რეზერვუარებში რეზერვაციებში ხო და მაგრამ რეალური მიზეზი ძირითადად ეგ იყო ხო და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ახლა ეს არ არის მარტო მაგ შემთხვევაში ახლა ძალიან გავრცელებული მეთოდი იყო სხვადასხვა ქვეყნებში ევროპაშიც და აზიაშიც რომ დაავადებული სხეულები გადაეგდოთ დინარეებში? არა, დინარეებში არა. როდესაც აი წარმოიდგინე ალყა აქვს შემორტყმული, ციხე გალავნის გარშემო რა, სადაც ჩაკეტილები არიან და იცავენ ამ ციხეს. და ვერ ტეხავ რა იმ ციხეს, იმიტომ რომ შეგნით ანუ თვითმყოფადია ეს ციხე კოშკი და ვერ ანუ ამ ქალაქს ვერ გატეხავ. ესე მარტივად და გავრცელებული მეთოდი იყო რა
ხო, დაავადებული ცხედრები ესროლათ შიგნით ქალაქში და ასე გაევრცელებინათ დაავადება და გაიტეხათ ქალაქები. ეს ძალიან აქტიური პრაქტიკა იყო. ბევრი დამპყრობელისთვის ძალიან. ხო. ხო, აი რეალურად ხო და მან მივდივართ შუა საუკუნეებთან, რაღაც ესე ციხესიმაგრეები რო ახსენე და რაღაც სადაც აი ვიცით რომ ნუ ყველაზე ძიმეთ მაინც ალბათ ადამიანს ახსოვს ისტორიას თუ გადავხედოთ ეს შავი ჭირი ხო ალბათ თუ იყო კიდე მე მესმის რომ შავი ჭირი იყო ყველაზე შავი ჭირი ისტორიულია ყველაზე მძიმე მე მგონი ეგრეთ წოდებული ისპანკარი გარდაცვალების რაოდენობით დესთოლ რაც არის უფრო მაგრამ მე მგონი ისპანკამ იმიტომ მოკლობოთ რომ მაშინ მოსახლეობა უფრო მეტი იყო მე ესე მესტო რომ 70% თუ რაღაც გაწყდა ევროპის შავი ჭირით 50-დან 60-მდე. ხო, ნუ 10% მიმიმატებია, მაგრამ ძალიან ბევრია და ახლა ესპანკა რომელიც თუ არ ვწდები პირველ მსოფლიო ომის მერე გაჩნდა, ხო? 60% მაგას პროცენტულს გულისხმობ. პროცენტულად შავი ჭირი იყო. მე-14 საუკუნე. ანუ შავი ჭირი ახლა რომ ვამბობთ, ჩვენ მარტო ერთი ტალღა არ იყო. ბევრი. ძალიან ბევრი იყო. იყო ლოკალური აფეთქებები, იყო დიდი აფეთქებები, რაც მეორე საუკუნიდან უკვე აღწერილი არის. ეს ხო ანუ მე-14 საუკუნეში გასაგებია რომ ბევრად უფრო ფართო იყო და ბევრად უფრო მეტი ჩანაწერი არსებობს, მაგრამ ეს არ იყო პირველი შავი ჭირის აფეთქება. მაგრამ მე-14 საუკუნეში მძიმე იყო იმიტომ რომ თვითონ სოციოპოლიტიკური მდგომარეობა იყო ევროპაში მძიმე, ბევრი ომი მიმდინარეობდა, ძალიან ბევრი უსახლკარო იყო, სიმჭიდროვე ამ დროს უკვე გაზრდილია. და აი ესე საიდან წამოვიდა ჩინეთ-მონღოლეთის საზღვრიდან წამოვიდა ულამაზესად გამოყვა ჩვენს აბრეშუმის გზას სადაც გამოიარა ყველგან დატოვა თავისი კვალი ჩააღწია ევროპაში მთელ ევროპას მოედო ზუსტად იმიტომ რომ მოგზაურობაც არის ომები არის და რა ვიცი ანუ ეს ხალხი მიდის და სნებონდება და არ იცის რა უნდა უშველოს ხო და აფრიკამდეც ჩავიდა ჩრდილოეთ აფრიკაც მოიცვა და ძალიან ძიმე იყო, იმიტომ რომ მაშინდელი მკურნალობის მეთოდები ძირითადად ეფუძნებოდა რწმენას. ხო, რა ვიცი. მერტი გუშველის ამ დროს იყო, რომ ანუ შუა საუკუნეების მკურნალობის მეთოდები მართლა ძალიან უცნაური იყო, ძირითადად დემონების განდევნაზე იყო და საერთოდ რო გადამდები იყო დაავადები მაგასაც ალბათ თავიდან ვერც ხვდებოდნენ რაღაც ეტაპზე. აი მაგ პერიოდში ანუ აი ესე ადგილ არის იმაზე ფიქრი რომ ეს თურმე გადამდებია რა, მაგრამ მე მგონი შავჭირი ერთ-ერთი პირველი იყო მე-14 როცა რეალურად მიხვდნენ რომ აი ეს რაღაცა გადამდებია რა, აი ძველი სურათები გექნება, ნახატები გექნება ნანახი შავი ჭირის კოსტუმების ხო? ეს ძალიან უცეცი ცოტა. ხო, საკმაოდ მძიმე და მაშინ გრძელი ის რო აქვს ექიმებს ხო ექიმებს მაშინ სხვათა შორის მაგ პერიოდში დაიწყო პირველად საუბარი იმაზე მე-14-მე-15 საუკუნეში რომ დაავადებები შეიძლება გვემართებოდეს ჰაერიდან ანუ ჰაერწვეთოვნობის ფენომენზე მაგ პერიოდში დაიწყეს საუბარი ახლა რა თქმა უნდა ვერ მიხვდებოდნენ რა მექანიზმი და როგორ უშველოთ თავს მაგრამ ზუსტად მაგ პერიოდში აი ძალიან კარგი სერიალია ყოველ შემთხვევაში მე ძალიან გავერთე შავჭირზე ახლა Netflix-მა გადაიღო შაშან და კი აი ძალიან ბევრი ვიცინე აი შავჭირის დროს რა ხდება დიდრების გარშემო რა იქნახებ მე მგონი ეგრე ქვია plague ნახავ აღარ მახსოვს უბრალოდ კი უჭოლი ერთი სეზონია ერთი სეზონი არის ძა ახალია შაშან უყურე მე და ნუ იმას შუა საუკუნეების პერიოდზეა და გასართობი სერიალი ანუ არა შემეცნებითი და არა ინფორმატიული მაგრამ აი როგორც ეხა ერთობი მაგრამ ეხა ისინი ვერ ერთობაზე დარწმუნებული ვარ ხო სავარაუდოდ ხო, ანუ თან ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე საშინელი სიკვდილი იყო ყველაფერთან ერთად, ხო? იცი რა, ძიმეა, მტკივნეულია. ეხლა არის ფიქრო რომ ეს მაშინ იყო და დამთავრდა. ხო. შავი ჭირი დღემდე არსებობს. კი, მე ვიცი ლაბორატორიებშიც რო არის შენახული. თქვენთან მაგალითად. რა გინდა ლაბორატორია შავი ჭირის ეპიდემია ყოველწლიურად ფიქსირდება მადაგასკარზე. გუშინ ველაპარაკებოდა ჩემს მეგობარს ამერიკელი კოლეგა არის. რომელსაც შავი ჭირი იყო.
რომელმაც მითხრა რომ აი ხო რა რამდენიმეც 1-2 კვირის წინ დავადასტურე თუ ჩვენ ამერიკაში შავი ჭირის შემთხვევა ანუ ყოველწლიურად არსებობს кейსებიო მე ანუ არსებობს კი და ხა თუ საქართველოში ვარ მაშინ ისიც უნდა ვთქვათ რომ შავი ჭირის კერები საქართველოშიც გვაქვს კი და მაგარი ისტორიები არის მაგას ვიცით რომ შენ იცი რომელიც ვიდა რომ მოვიყვე მე მთაში იყო რაღაცა და რო კეტავდნენ მას აქტიური კერა სხვა აი ახლა უნდა ვთქვათ რომ ბოდიში მანამ მაგაზე გადავალთ შეიძლება ვინც გვისმენთ და გვიყურებს კითხვა გაუჩნდეს რომ კი მაგრამ ეხა რა ხდებაო ანუ არის და რატო არ ფსარშვებაო და ეგეც ვთქვათ ალბათ და მე შეგვიძლია კი ანუ დაახლოებით ალბათ 1 საუკუნეა ზუსტად არ ვიცი მაგრამ მგონია რომ 1 საუკუნეა რაც ჩვენ არ დაგვიფიქსირებია კლინიკური შავჭირის შემთხვევა ანუ არ გვაქვს არც პაციენტი არ ყოლია მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ შავი ჭირი გაქრა და აღარ არის ჩვენ გვაქვს ორი კერა ერთი არის სომხეთის საზღვართან და მეორე არის აზერბაიჯანის საზღვართან ორივე ჯერჯერობით მაინც ქვია ცოცხალი კერა იმიტომ რომ მან მონიტორინგის შემთხვევაში შეიძლება შავი ჭირი დადიაგნოსტირო ღრნელებში, თაგვებში. არ ვიცი, პირველად მასმის. ეხა არის სომხეთის სხვათა შორის. ეს არის მე ვამბობ უშუალოდ საქართველოში, ანუ კავკასიაშიც არის რამდენიმე კერა, ანუ სომხეთის საზღვართან ნაკლებად არის, ანუ როგორც ვიცი, დიდი ხანი არც მაგრამ ახლა არ გადმოდის ადამიანზე, ანუ ხო, ანუ ადამიანები სხვანაირად ცხოვრობთ ახლა, ხო, ანუ თაგვებთან ისეთი ახლო კონტაქტი არ აქვს, რწყილებთანაც ეგეთი ახლო კონტაქტი არ აქვს. ეს ახლა ღია ველზე შეიძლება ძალიან ბევრი დაავადება იყოს ცოცხალ ორგანიზმში, ხო, მღრღნელში ან ფეხსახსრიანში, მაგრამ ადამიანს ეგრევე არ დაემართოს, მაგრამ მე იმის თქმა მინდა რომ ერთეული შემთხვევის დაფიქსირება ბუნებრივი რაღაც არის ამ დროს. მეორე მხრივ ახლა შენ რაც მთაზე მითხარი ხო ეს ბოდიში კიდე ეს შეკითხები მთაზე არ გიშვებ. დაუშვათ გადმოვიდა. მაშინ რა მოხდება? იგივეს საფრთხეა თუ მოვიდით? არა, შავი ჭირი დღეს არის საკმაოდ მარტივად მკურნალობადი დაავადება. ანუ არ გითქვამს არც ერთხელ არ მithქვამს, შავი ჭირის გამომწვევი არის ბაქტერია, რომელიც კარგად ემორჩილება ანტიბიოტიკო მკურნალობას. აქვს სხვადასხვა ფორმა, ეხლა ჩვენ შუა საუკუნეებზე რაც ვამბობდით, ეგ ძირითადად ბუბონური შავი ჭირი არის, ანუ კანისმიერი ფორმა, სადაც კანზე ჩდება ნეკროზული მკვდარი კერები, საკმაოდ ცუდი სანახავი და ძალიან მტკივნეულია. მაგრამ ხო ეს მარტივად სამკურნალოა, კარგად ემორჩილება. არის უკვე სხვა ფორმებიც, უკვე ფილტვის ფორმები არის, რომელიც საკმაოდ მაღალ ლეტალურია, მაგრამ სწორი მკურნალობის შემთხვევაში აქაც არსებობს კარგი პროგნოზები. ახლა ანუ შვიდად შეგვიძლია ვიყოთ, მაგრამ ვინც გვისმენს გვიყურებს დამშვიდეთ. ხო, ანუ არაფერი არ ხო, არა, რა თქმა უნდა, ახლა ეგ არის ნიშნავს საქართველოში არ ქონია 100 წელია, რა ვიცი, საუკუნე, შეიძლება მეტი, შეიძლება ცოტა ნაკლები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთეული შემთხვევა რომც დაფიქსირდეს, რომ რაღაც ეპიდემიასთან ვიქნებით, ხო? უბრალოდ მნიშვნელოვანი არის ეს სხვადასხვა კვლევისთვის, ანუ დღესდღეობით ამ სფეროს დაავადებებს, მით უმეტეს ცხოველებით, ზონოზურ დაავადებებს, ვეძახით ცხოველებთან კონტაქტით გადამდებ დაავადებებს, სჭირდება სხვანაირი მონიტორინგი. ამას ქვია One Health მიდგომა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ არასდროს მარტო ადამიანის დაავადებაზე, ხო? ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე, ცხოველზე და გარემოზე. იმიტომ რომ ეს სამი რაღაც ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული, ანუ ის რომ დაავადება არსებობს, ეს არ არის რომ მარტო სიტყვაზე წყალშია, ხო, ქოლერა, ან ცხოველში არის შავი ჭირი, ან ტკიპაში არის ყირიმკონგოს ჰემორაგიული ცხელება. ჩვენ მათთან კომუნიცირებთ, ანუ ზუსტად ეს ტრანსმისიის ციკლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ერთმანეთის გარეშე თითო კომპონენტი რომ წამოაგდო მაშინ დაავადება გაქრება, მაგრამ დაავადებები არ ქრება, იმიტომ რომ ეს კომპონენტები როგორც წესი ერთად არსებობს, თან არსებობაშია. და ამიტომ სჭირდება ცოტა სხვანაირი ჰოლისტიკური მიდგომა, რომ ერთიანობაში აღვქვათ, სად რა ცირკულირებს. ცოცხალი კერის არსებობა საჭირო არის ზუსტად იმიტომ, ანუ ამის ცოდნა და ამის მონიტორინგი არის საჭირო იმიტომ, რომ თუ შენ დააფიქსირე, რომ სიტყვაზე სადღაცა დიდი რაოდენობით დაიხოცა მინდორში თაგვი, ეგ იმას ნიშნავს, რომ იქ შეიძლება რაღაცა ინფექციური აგენტი არის აქტიური, რომელიც ამ პოპულაციას კლავს. თუ რაღაცა ესეთი მატება არის, ეგ ნიშნავს, რომ შეიძლება ადამიანს მეტი საფრთხე ქონდეს. ამიტომაც მეტი ინფორმაციის ქონა იმაზე თუ რა ხდება შენ გარშემო, შენს ქვეყანაში, რეგიონში,
ქალაქში, ქვეყანაში თუ ზოგადად სოფლიოში არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ლოკაციით მე უკვე სიმპტომსაც მარტივად აკავშირებ, რა, როცა ადამიანს კი ბატონო. გადავიდეთ ახლა მთაზე და ქართულ ისტორიაზე, რომელსაც ჩაკეტილები იყვნენ, ხო, მე ვიცი და რაღაც ვიღაცები ვინც გამოდიდნენ ხოცავდნენ. თუ ეს რაღაცა სენტიმენტალური ამბავი ასე არ გვინდა, იმიტომ რომ კოვიდის დროს ფიქრობდი მაგაზე ძალიან ხშირად რა ანატორებზე. ახლა ხევსურეთის სოფელი არის ანატორი, სადაც პირველად აღმოაჩინეს ესეთი ადგილი, რომ ანუ პრაქტიკულად საძვალეები ნახეს გამოქვაბულის ან შენობის ნაგებობის ფორმატით. სადაც მხოლოდ აი თაროებად პრაქტიკულად ნახულობდნენ სკელეტონებს, ჩონჩხებს, ცხედრებს. და სავარაუდო არის ის, რომ როცა ესეთი სხვადასხვა დაავადება ვრცელდებოდა, ინფექციური მაგალითად შავი ჭირი იყო, ეს ტიფი იყო თუ სხვა ქოლერა, მაშინ ხო ჟამიანობას ეძახდნენ, ყველაფერს ესე ხო ვერ გაასხვავებდნენ. ჟამიანობის დროს ეს ადამიანები, ინფიცირებული ადამიანები, ხშირად თვითონვე მიდიოდნენ აი ამ განცალკევებულ ადგილას და იყვნენ მზად იმისთვის, რომ ანუ დაეკარგათ სიცოცხლე იქ ტანჯვაში, სხვათა შორის, იმიტომ რომ საკმაოდ ყინული დაავადება, მარტოობაში, უიმედობაში, იმიტომ რომ ეს არ გადაედოთ თავიანთი თანასოფლელებისთვის თუ გარშემოყოფებისთვის ზოგადად. და მგონია რომ ეს რაღაც ძალიან თავგანწირვის საინტერესო მაგალითი, ანუ შეიძლება გადარჩენილიყო და დაბრუნებოდა რა. რა შანსი იყო ესე პროცენტულად ვიცით დაახლოებით? არ ვიცი, მაგრამ არც ისე მაღალი. მე როგორც ვიცი შევეცდები, რაღაც 20%-ზე არის შევეცდები, ესე მახსოვს უბრალოდ საიდანაც ფრმად. ხო და იქ მე სხვათა შორის ერთი ნაცნობ მიყვებოდა რეჟისორი, რომელსაც უნდა გადაიღო მაგ ამბავზე ფილმიც. მეგონი არ არის გადაღების ადრე მიყვებოდა და მე ჭმებარ არ გადაუღია. და არც ახლა არ არის რა მაგ ამბავზე, ეს ხევსურეთის ამბავზე, რომელიღაც სოფელზე, მეგონი შენ ახლა ახსენი, ხო? ხო, რომელიღაც ვერც ვერავინ გადარჩაო თუ ერთი ადამიანი გამო რაღაც ძალიან ხო, ნუ მიტოვებული სოფელი არის. მან და ახლა ბევრი მიტოვებული სოფელი არის და ახლა პირდაპირ შეიძლება არც დავაბრალოთ რომელიმე ინფექციურ დაავადებას ან ჟამიანობას ახლა მუცოშატილისკენ ძალიან ბევრი არის ესეთი ნასოფლარი და საკმაოდ საკრალური ადგილია რაღაცნაირად. ხო. და ეს მეთოფეები იყვნენ როგორც ვიცი და ვინც ცდილობდა რომ დაეტოვებინა, იმას ესროდნენ. ეგეთი ამბავით გამიგეკი. ეს რომელი წელი იყო ხო არ გახსოვს? ეს არის მე მგონი მე-13 ტალღა მე-18 საუკუნეში. და ეს არის ალბათ ყველაზე მძიმე დროს შემოაღწია ჩვენთან, ყველაზე მძიმე ეს. სიმართლე გითხრა, საქართველოში რომელი იყო ყველაზე მძიმე, არ ვიცი, იმიტომ რომ მე-14-დან, მე-14 საუკუნეში სავარაუდოდ საქართველოშიც იყო შავი ჭირი. ეს თუნდა გამორიცხული არ ვარყოფილიყო. მაგრამ მაგის მერე ეს მარტო შავი ჭირი არ იყო, იყო ტიფი, ძალიან აქტიურად და ქოლერა. და მერე ისევ წამოვიდა შავი ჭირის ახალი ტალღა მე-19 საუკუნეში მთელ მსოფლიოში, ეგ ხო, მინიმუმ ევროპაში ძალიან აქტიურად იყო და რომელმა გამოიწვია ესეთი მძიმე პროცესები, რა თქმა უნდა, მე ვერ გეტყვი. ხო, მესმის კი. ხო და გადავიდეთ ახლა ესპანკაზე, იმიტომ რომ ესპანკა ახსენე შენ და თქვი რომ ფაქტობრივად დააჭიდე შავჭირთან და ესპანკაზე მეც რაღაცები ვიცი რომ პირველი მსოფლიო ომის მერე გაჩნდა, იქ ჯარისკაცებმა ჩამოიტანეს თუ არ ვცდები. და ალბათ ჩამოიტანენ კიდევ ის, იმიტომ რომ სანგრების ომი რო იყო და იქ სანგრებში ცხოვრდნენ. მე არ ვიცი ეს დეტალურად, მაგრამ სავარაუდოდ იქ უნდა გაჩენილიყო იმ სანგრებში, იმიტომ რომ 3 წელი თუ ასე სანგრებში გაიჭედნენ ეს ჯარისკაცები და ფრონტი ვერც იმედია და ვერც უგან და შეიძლება იქ გაჩნდა ზუსტად არ ვიცი. მაგრამ მე მის ეფექტი იყო ძალიან დიდი, ხო, უკვე რომელსაც მოკლა 10-ობით მილიონი ადამიანი 50-60 100-მდე მილიონი ადამიანი, როგორც ვიცი. ახლა პირველი რასაც ვიტყვი, ესპანკას, რასაც ვეძახით, H1N1 გრიპის ვირუსი, დღეს არის ჩვეულებრივი რესპირატორული ვირუსი, რომელიც შედის ყოველწლიურ ვაქცინაციაში. მძიმეა, ვერ ვიტყვი რომ მძიმე არ არის, ატიპის გრიპის ვირუსები ზოგადად მძიმეა, მაგრამ რავი, გვემართება და არ გკლავს, ხო? რატო ეს ჩვენ გაგვიჭდა იმუნიტეტი თუ ის თვითონ შეიცვალა ფორმა მან და აღარ არის ესეთი დამანგრეველი? ჩვენს სავარაუდოდ ჩვენს შეგვეცვალა ცოტა იმუნიტეტი და მეტი გამძლეობა გვაქვს, მაგრამ უფრო ის არის რომ ეხლა ვიცით როგორ უნდა ვაკონტროლოთ, რა უნდა გავაკეთოთ. ვაქცინაცია არსებობს. ახლა საქართველოში არ ვიცი რამდენად
პოპულარულია გრიპის ვაქცინა, ჩემ გარშემო ძალიან პოპულარულია ხა. მე თვითონ ვიკეთებ ძალიან ბევრი წელია უკვე, ხო, რაც 8-9 წელი სეზონი არ ჩამიგდია. ეგ არის პირველი რაღაცა, რაც ადამიანს იცავს იმისგან, რომ არ დაუმძიმდეს დაავადება და არ მოიტანოს ისეთი მძიმე შედეგი, როგორც მოქონდა საუკუნის წინ. ხო, ანუ პრევენციული მეთოდები არსებობს, მკურნალობის მეთოდები არსებობს და შესაბამისად რა თქმა უნდა ვირუსიც იცვლება და ბოლომდე ეგრე სწრაფად არ გკლავს და შენი იმუნიტეტიც იცვლება რა თქმა უნდა. მაგრამ მაშინ ძალიან მძიმე იყო ეს გრიპი. პირველად გამოჩნდა მაშინ გრიპის ვირუსი მსოფლიოში, სულ ახალი რაღაცა იყო. პლუს უნდა გავითვალისწინოთ მართლა ყველა დაავადების ფარგლებში როგორც უნდა გავითვალისწინოთ სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა. ყველა ქვეყანა არის ნაომარი, ხო? პირველი მსოფლიო ომი დამთავრდა. ადამიანები სიდუხჭირეში არიან, საჭმელი ნაკლები, ჯანსაღი ცხოვრება ნაკლები, ინდუსტრიალიზაცია მომატებული, არ ცხოვრობენ მაინც და მაინც გალაღებული ცხოვრებით და ჯანსაღ პირობებში, რაც რა თქმა უნდა ართულებს მერე გადარჩენას ნებისმიერი ვირუსის მით უმეტეს ძლიერი აგრესიული ვირუსის. ნუ არც მედიცინა არ არის ისე განვითარებული, როგორც კიდეც კორონას დროს იყო, ხო? ხო, კორონას დროს ახლა ძალიან სწრაფი რეაგირება იყო ბევრი მიმართულებით. და უფრო შეგეძლო კორონას დროს დისტანციურ მას გადასულიყავი, რაც ალბათ მაშინ ბევრად ნაკლებად იყო, ხო? ფუნქცია შეგეძლო საზოგადოებას შეგენარჩუნებინა უფრო ეხლა, ვიდრე კიდეც 100 წლის წინ. კი, რა თქმა უნდა. და ანუ საბოლოო ჯამში, ანუ აი მაგალითად საქართველოშიც ვიცით ეგ თუ იცი ეგ მაგალითად. ისპანკა? კი, საქართველოშიც იყო და ასევე სენტიმენტალური ფაქტი, რაც მახსენდება. ნუ ყველგანი ბეჭდებოდა გაზეთებშიც იყო მაშინ ივერიაში, დროებაში. მოკლედ, ჩვეულებრივად როგორც სხვა ქვეყნებში, ისე იყო ცნობილი ფაქტი, მაგრამ ყველაზე სენტიმენტალური არის მარო მაყაშვილის დღიურები, იმიტომ რომ მარო მაყაშვილს აქვს თავის დღიურში მოხსენიებული ეს ვირუსი, როგორ, ნუ ვირუსი არ იყო მაშინ, მაგრამ ეს ცხელება როგორ დაემართათ და მთელი ოჯახი როგორ მძიმედ იყო და მხოლოდ მამა რო გადარჩა და იმას რომ მოქონდა რაღაცა სამკურნალოდ სხვადასხვა რაღაცა და ხო, რა თქმა უნდა საქართველოშიც გავრცელებული იყო და საკმაოდ ძიმე. და როგორ დასრულდა, ანუ აი კორონას გავდა დასრულების მხრივ, როგორც კორონას? ხო, როგორც ვიცით ხოლმე, ეს ვირუსები მით უმეტეს, როცა ეს ეპიდემიის მაღალი გამომწვევები არიან, რაც ტალღური ფორმა აქვს, ხო, იწყება ეს ძლიერად და მე როგორ ჩამოდის რა პლატოსკენ. ახლა კორონავირუსიც ხომ ძალიან აგრესიული იყო, ახლა თავიდან დაიწყო ერთი შტამი, განიცადა მუტაცია. ერთეულ მუტაციებზე ხშირად საუბარი, ახლა მე კორონას რომ მივყვებოდი, ალფა, ბეტა, დელტა, ხო? ანუ ერთეული მუტაცია ახერხებდა იმას, რომ ორ შტამს შორის გქონოდა ძალიან დიდი განსხვავება კლინიკურ გამომჟღავნებაში. ახლა დელტა რომ ახსოვს, როგორიც იყო, დელტა კორონავირუსი გადამდებლობა ქონდა სასწაულად მაღალი და იყო აგრესიული. ანუ ეგრევე რომ ჩაებღაუჭებოდა პრაქტიკულად სასუნთქი გზების უჯრედებს, სასწაულად აგრესიულად იწყებდა გამრავლებას, გადადიოდა სხვა ორგანოებზე, ანუ იწვევდა არა მხოლოდ სასუნთქი გზების დაზიანებას, არამედ სხვა ორგანოების დაზიანებას და თან ძალიან მძიმე დაზიანებას, მაგრამ მე ახლა რაც ვნახეთ, ხო, ნუ კიდე სხვა მუტაცია განიცადა, კიდე მუტაცია განიცადა და ესე ჩაინაცვლა ერთმანეთს და როგორც სხვა ვირუსების დროს ხდება ხოლმე, ეს რამდენიმე მუტაციის შემდეგ ვირუსი გახდა ნაკლებად ლეტალური და დღეს რა თქმა უნდა არის კორონავირუსი ჩვენ გარშემო მით უმეტეს რესპირატორული ინფექციების სეზონზე ტრიალებს, ასე მარტივად რომ ვთქვათ, მაგრამ ისეთი მკვლელი აღარ არის. ზუსტად იგივე მოხდებოდა ისპანეთის დროს. და მე ეს კორონაზე შეგვიძლია ალბათ ორი სიტყვა ვთქვათ, ანუ ვაქცინაცია რეალურად ალბათ ცალკე თავისი რაღაც როლი ითამაშება. მე ცოტა სკეპტიკური რაღაც ისეთ შეკითხვა მაქვს რა, მაგრამ შეიძლება არ დამეთანხმო, მაინც ანუ ცოტა გაზვიადებული ხوار იყო ის შიში, რომელიც თავიდან გამოჩნდა საზოგადოებაში ამ კორონას მიმართ რა. მათ შორის მედიკოსებისგან, იმიტომ რომ უფრო მეტი შიში ხوار იყო, ვიდრე რეალობა აღმოჩნდა საბოლოო ჯამში, არ იყო ესე? არა, მე ვერ ვიტყოდი მაგას, იმიტომ რომ შორიდან მარტივი არის მაგის თქმა. მე რომ ვიხსენებთ პაციენტების მდგომარეობას, გადამდებლობის დოზას,
და პროგნოზს, ანუ ჩვენ ხომ არ ვიცით ის ვირუსი როდის დასუსტდება. ის რომ მალე დასუსტდა და არ გამოიწვია ის ყველაფერაც შეიძლება და რა გამოიწვია, არ ნიშნავს იმას, რომ მედიკოსების შიში იყო უსაფუძვლო. როცა არიცი რეალურად რა ხდება, რა შეიძლება გამოიწვიოს ამ კონკრეტულმა ახლად აღმოცენებულმა დაავადებამ, რა არის სიკვდილიანობის დოზა, ხო, სიკვდილიანობა როგორი არის გვერდითი მოვლენები, რაც შეიძლება ვირემიას დაერთოს, ანუ რა გვერდითი პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს, ან როგორ გადადის, რამდენი ხანი აქვს ინკუბაცია. სანამ ამ ყველაფერს გაარკვევ, იქამდე უნდა იყოს განსაკუთრებით ფრთხილად, იმიტომ რომ ეს ხომ არ არის რაღაც თამაში, რაც ვირტუალური თამაში, ეს არის რეალური ადამიანების ცხოვრება და სიცოცხლე. და ამით ვერ ითამაშებ. ამიტომ არ მგონია, რომ გადაჭარბებული იყო ბევრი რაღაც, ანუ რა თქმა უნდა, სანამ პოლიტიკურ ასპექტებზე არ მიხვალ, იმიტომ რომ ეგ ყველგან თამაშობს თავის წვლილს, ხო? პოპულიზმიც თამაშობს თავის წვლილს და ძალიან ბევრი სხვა რაღაცაც, მაგრამ ის რომ კორონავირუსი იყო ძალიან დიდი საფრთხე იმ პერიოდში, ამას დაადასტურებს ნებისმიერი ექიმი, რომელიც მუშაობდა და საკუთარი თვალით ნახა რეალობა, ხო? და ნებისმიერი პაციენტი, რომელიც დღეების და კვირების განმავლობაში რჩებოდა კლინიკაში და შეერთებული იყო სასუნთქო აპარატზე. აი დღევანდელ დღესაც მინდა ვილაპარაკოთ, ანუ რეალურად რაღაც გამოგვივიდა, რაღაც ისტორიასავით გამოვყევით, ხო, ამ დაავადებების და აი დღეს მაინტერესებს რეალურად რა შეგვიძლია თქვა თანამედროვე მედიცინის ფონზე, იმის ფონზე, რომ ძალიან ვითარდება ეს ყველაფერი, რა არის მთავარი გამოწვევები რა ამ დაავადებების მხრივ, ხო, რას ვებძვით ყველაზე მეტად და მე კიდე ერთი-ორი შეკითხვა მქნება ცოტა მომავალთან დაკავშირებით. დღესდღეობით, აი ხა ჩვენ უფრო მეტად ინფექციურ დაავადებებზე ვილაპარაკეთ და მინდა ვთქვა, რომ ინფექციური დაავადებები ინაცვლებს მეორე რიგში, იმიტომ რომ მარტივი არის, ბევრად უფრო მარტივი არის ინფექციური დაავადების იდენტიფიკაცია, დიაგნოზირება, მარტივი არის სამკურნალო საშუალებები, არ ვსაუბრობ ანტიბიოტიკებზე, იმიტომ რომ ეს აბსოლუტურად ცალკე საკითხია და ამაზეც შეიძლება რომ კიდევ ვისაუბროთ. უფრო მარტივი არის, რომ ანუ მეტი ინფორმაცია გვაქვს და მეტი შესაძლებლობა გვაქვს ამ ყველაფრის კონტროლის, მონიტორინგისაც და პრევენციისაც და საბოლოო ჯამში მკურნალობისაც. ამიტომ წინა პლანზე ახლა არის წამოწეული ქრონიკული და მწვავე დაავადებები, რომლებიც არ არის ინფექციური. არაგადამტები დაავადებები, სისტემური დაავადებები განსაკუთრებით, ეს იქნება ავტოიმუნური, სიმსივნური, ან აი მართლა წეღარაც ვახსენე, გულსისხლძარღვთა დაავადებები დღემდე რჩება ტოპ 1 პრობლემად. იმიტომ რომ შეიძლება ვირუსი უმკურნალო, მაგრამ აი ეს მარტივი არ არის ამ. თუმცა ეს დაავადებები სულ იყო, მაგრამ იქნებ იმიტომ რომ საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა, ხო? ერთი ეგ არის და მეორე ვერ ვიტყვით რომ სულ იყო და სიტყვაზე დიაბეტი ემართებოდათ ადრე. ადრე იყო სხვანაირი ცხოვრების სტილი, ხო? ხო, ეხლა აფიქსდი მაგას, კი. ხო, ვერ ვიტყვით რომ ადამიანები ეხლა დიაბეტი რა თქმა უნდა მარტო შაქრის მიღებასთან არ არის კავშირში, მაგრამ სამაგერო ჯანსაღი ცხოვრების წესთან შეგვიძლია დავაკავშიროთ, კიდე მართლა შაქრის მიღებასთან დავაკავშიროთ და კიდე ძალიან ბევრ სხვა პასიური ცხოვრების წესთან მაგალითად. ცხოვრების სტილი არის სრულიად შეცვლილი ახლა. შეცვლილი არის საკვების ხარისხი, შეცვლილი არის ჰაერის ხარისხი, ხო? ჩვენი ცხოვრების წესი. ჩვენ არ გვისაუბრია მენტალურ ჯანმრთელობაზე, რომელიც დაავადებების მნიშვნელოვანესი ის არის, ხო, ნაწილი, ანუ აი ეგ ძალიან საინტერესოა ხო გამჩანო. არის რამე ჩანაწერი, რაღაც ალბათ იქნება, მაგრამ ალბათ არსად ესე მასშტაბურად, ხო? რომ აი რაც ეხა არის ეს მენტალური დაავადებები, რასაც ვეძახით რა. თუ მეორე მხრივ მაგისტრის არ ეცალათ. მე მგონია უბრალოდ სხვანაირად უნდა მოვძებნოთ და აუცილებლად ვიპოვით ამას, მაგალითად ინკვიზიციის ჩანაწერებში, როცა ქალებზე რაღაც მთელი რიგი დანაშაულები იყო ჩამოწერილი, რა ქვია დემონებთან კონტაქტის, როცა შეიძლება ქალს უბრალოდ ქონოდა ეპილეფსია. უბრალოდ ხოცავდნენ ამის გამო ადამიანებს, თან წამებით. ანუ უბრალოდ ჩვენ ახლა რა თქმა უნდა ვერ მონახავთ უძველეს წყაროებში, ანტიკურ წყაროებშიც, პაპირუსებში და შუმერულ ქვებზე არ იქნება აღწერილი რომ ვიღაც მენტალურად დეპრესია ქონდა, მაგრამ სახნაგასვლა არ უნდა და. ხო, მაგრამ ჩვენ თუ მოვნახავთ სხვანაირად, აუცილებლად ნახავთ რომ
ეს ყოველთვის არსებობდა. იმიტომ რომ მენტალური ჯანმრთელობა არ არის ის რაც არ არის ადამიანის, ანუ ეს ხო ინდივიდზე გადის რა, ანუ ინდივიდის ნაწილი არის და რა თქმა უნდა ადრეც იარსებებდა. თუმცა შეიძლება ახლა დეპრესიის დრო და გამომჟღავნების საშუალება არ ქონოდა ადამიანს, რომელიც ნადირობაში იყო ჩართული და რაღაცნაირად საკვები უნდა ეშოვა, მაგრამ რო ვერ იშოვიდა, შეიძლება საკმაოდ ცუდად ეგრძნო თავის რაოდენობით. ხო, მაგრამ ნუ დღეს ამბობენ, რომ თითქოს გინდაც ის რომ ადამიანი ფიზიკურად აქტიური უფრო არ არის, ხო? მაგალითად ადამიანს შეუძლია დისტანციურად იმუშაოს, ან ოფისში თუ მიდის ზის ერთ სკამზე და კომპიუტერთან, ხო? და ნუ ბევრი სხვა ფაქტორები, მათ შორის ის ფაქტორებიც, რომ ეხა უფრო მეტი დრო გასო იჯდე და იფიქრო. კი. მაგას ვამბობ, ანუ მაშინ შეიძლება იმდენი დრო არ ყოფილიყო, რომ გაეანალიზებინა. მოკლედ შემშილ წარი დაიჭირე რაღაცა პანტილობა შეჭამე, თორე ხო, ეხა ბევრად მეტი დრო არის, ავარაუდოთ ეგეც არის. ეგ ფაქტორიც არის, მაგრამ მე მგონია, რომ წყაროებს, წიგნებს, ჩანაწერებს, ძველს თუ გაუყვებით აი ამ კითხვით, რომ მაშინ იყო თუ არა მენტალური პრობლემები, აღმოვაჩენთ ძალიან ბევრ წყაროს და სავარაუდო დიაგნოზსაც დასვამენ ფსიქიატრები და ფსიქოლოგები, რომელ აშლილობასთან შეიძლება გქონოდა საქმე. და აი რა შეგვიძლია ამ ხრივ რას უპირისპირებთ რეალურად დღეს ამ მენტალურის მხრივადაც და კიდაც აი გულსისხლს დაავადებები თქვი ხო იგივე სიმსივნე არის რომელსაც ვერადავერ დავამთავრეთ ხო იმიტომ რომ იქ სუიწერება რაღაც კვლევები ხმეთ თუნდაც მაგას ხოლმე შეხება რომ კვლევებს ვკითხულობ რომ აი თითქოს იქ ვაქცინაზეა საუბარი რომ აი ვაქცინა გამოვიდა რომელიც აი ამას ამდენი პროცენტ ამცირებს ის მაგრამ მოცემულობა ამ წამს ყოველ შემთხვევაში დიდად არ იცვლება თუმცა იცვლება რაღაც დონეზე სიკვდილიანობა ბევრად დაწეულია მათ შორის სიმსივნეში კიბერ შემთხვევაში ხო მაგაზე შეგვიძლია ვთქვა გინდათ რამ დონეზე არის დაწეული და ხო აი მაგაზე მინდა რომ აი რა სიტუაცია გვაქვს როგორ ვუტევთ მედიცინის მხრივ და კიდე ბოლოსკენ მინდა რომ პოტენციალზე ვისაუბროთ და არ დაგვავიწყეს ასთავარია ხელოვნური ინტელექტი რომელსაც ნელ-ნელა შემოდის ხო უკვე რა მათ შორის იყო რაღაც წავიკითხე რომ FDA-ის წამალიო დამტკიცდეს აი მაგ პროცესშიც კი უნდათ რომ ჩართონ ხელოვნური ინტელექტი რა ხო, პირველ რიგში ყველაზე მეტად დღეს რასაც მოვხედავ, ეს არის პრევენციული მედიცინა და პერსონალური მედიცინა, რაც იწყებს აღმოცენებას, რაც უშუალოდ გადის ადამიანის გენომზე, ну, ადამიანებზე ვისაუბრებ, ანუ ინდივიდუალურ მიდგომაზე, რა მიდრეკილება მაქვს მე რომელი დაავადების მიმართ და რა უნდა გავაკეთო, რომ ეს არ დამემართოს. ეს არის ოქროს საშუალება ხო, რაც ჯერჯერობით ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის, მით უმეტეს საქართველოში სამწუხაროდ. თანამედროვე მედიცინა ახლა ვერ ვიტყვი რომ რაც ვერ აკეთებს, ახლა სიმსივნეებზე რომ ლაპარაკობთ, ხო? სიმსივნე არის ყოველთვის გასაგები სიტყვა. მაგრამ იქ რომ ონკომედიკი დაიწყებს ლაპარაკს, იქ იშლება მთელი სამყარო, იმიტომ რომ არსებობს უამრავი სახეობის სიმსივნე. იქ არის თხევადი როგორ თქვა, ну, სისხლის სიმსივნეები არის ხო, ძვლის, კანის, შეიძლება ლოკალური იყოს, შეიძლება მთლიანად მოედოს ორგანიზმი. ანუ ძალიან ბევრი რაღაცა არის რა, როგორ სიმსივნეებში ესე რომ სიმსივნის წამალი გამოიგონო, ვერ გამოიგონებ, იმიტომ რომ ყველა განსხვავებულია ერთმანეთისგან, განსხვავებული მექანიზმები აქვს, სხვანაირად ფუნქციონირებენ, სხვანაირად უტევენ ამ ორგანიზმს, თვითონ ორგანიზმი სხვადასხვანაირად უტევს და რეალური იდეა ამ ყველაფრის მკურნალობის არის ის, რომ მიუდგეთ ინდივიდუალურად და შევისწავლოთ კონკრეტულად ის უჯრედი, რომელიც არის დაზიანებული, გადაგვარებული და ვნახოთ რა მოერგება მას და როგორ უნდა უმკურნალოთ მას. ანუ მეორე მხრივ ახლა თუ პრევენციას გაყვები, რა უნდა, როგორ უნდა იცხოვრო, რომ არ დაგემართოს. თუმცა ეგ რა თქმა უნდა 100%-იან შედეგს არ დებს, მაგრამ დიდწილად შეიძლება ცხოვრების წესის შეცვლა აგარიტოს თავიდან, გინდა სიმსივნე, გინდა დიაბეტი და გინდა გულსისხლძარღვთა პრობლემები. ფილტვის კიბო, ხო? ძალიან მარტივად, ანუ მოწევა არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი განმაპირობებელი ფილტვის სიმსივნე. მაინც ვეწევით. მაინც ვეწევით, ხო? ანუ ამას ვამბობ.
მედიცინის წარმატებებიდან ერთ-ერთი არის ის, რომ უკვე შიცის არათუ კონტროლი შეიძლება, არამედ უკვე პრევენციაც შეიძლება. არსებობს უკვე CRISPR-Cas, რომელიც არის გენური რეკომბინაციის, რაც მოდიფიცირებს, აი ჩაკორექტირების მექანიზმი, მაკრატელი, რომელიც შეიძლება მოვარგოთ მთელ რიგ დაავადებებს და შევცვალოთ ადამიანში. და ნუ არსებობს რა უკვე ძალიან ბევრი დიდი სიახლე, რომელიც სიტყვაზე 10-15 წელში მოგვიტანს უზარმაზარ შედეგს. ხო, აი ეგ არის რა, მაგ მაინტერესებს ზუსტად რომ არის რაღაც მიმართულებები, როგორც მეც ესე უბრალოდ გარედან ესე ვხედავ, რომელსაც აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, ხო? CRISPR-Cas ახსენე, რომელსაც რაღაც გენურ მაკრატელს ეძახიან, ხო, რომელსაც შეუძლია რაღაც ასე ამოიღოს და ჩაამოიღოს, ხო? ჩაარედაქტიროს. კი ბატონო. ხო და არის ბევრი პროცესები, მათ შორის ეს ვაქცინების სხვადასხვა მხრიდან შემოტევა ჯენერი არ გვიხსენებია თავის რამხელა ის სიზამდა რო გამოჩნდებოდა ეგ ცალკე კიდე ის არის და ნუ აი AI ხელოვნური ინტელექტი საბოლოო ჯამში აი რას ხედავ შენ ანუ აი 10-15 წელი ახსენ შენ როგორ ხედავ გინდას აი 10-15-20 წელიწადი რა პოტენციალი გვაქვს აი ამ სხვადასხვა ფლანგებიდან რო ვუტევთ ამ დაავადებებს გასაგებია რომ 10-15 და 40 წელიწადში დაავადებებს ვერ დავამარცხებთ მაგრამ სრულად ანუ მაგრამ რა დონემდე შეიძლება ავიდეთ აი ამ ხრივ რა რამდენად შეიძლება რომ უფრო დაცულები ვიყოთ იმიტომ რომ მაინც არ ვართ ხო ხესაც ასე ვთქვათ დაცულები არ ვართ მე მგონია რომ ზუსტად 10-15 წელში ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახდება პერსონალური მედიცინა ერთი მხრივ პრევენციული და მეორე უკვე პოსტფაქტუმ მკურნალობითი და ამაში ძალიან დიდ წვლილს შეიტანს AI, იმიტომ რომ დღეს უკვე ეს machine learning რაც არის ხო ამ მიმართულებაში მედიცინაში ძალიან არის მობილიზებული იმისთვის რომ ვასწავლოთ AI-ს დიაგნოსტიკა. განსაკუთრებით სურათებზე. ეხლა რომ ავიღოთ დაავადებებზე ხო საუბრობთ ხო აუცილებელი არ არის მაინც ადამიანის იყოს. აი რეკლამებშიც კი ძალიან ხშირად ხდება ხოლმე დასპონსორებული რამდენიმე AI თული, რომელიც ამოიცნობს მცენარის დაავადებას და გეტყვის როგორ უნდა უმკურნალო ამ შენი ოთახის მცენარეს. ხო, ეს იმიტომ რომ ვიღაცა დადგა და რეალურად დაატრენინგა AI რომ აი ამ შემთხვევაში ასეთი სურათის შემთხვევაში დიაგნოზი არის ეს და მკურნალობა არის ეს. ეს მიდგომა არის უკვე ადამიანის მკურნალობის მეთოდშიც, ანუ ძალიან ბევრი სხვადასხვა დაავადებისთვის ამზადებენ და ასწავლიან AI-ს, როგორ უნდა ამოიცნოს და დიაგნოსტიროს რაღაცები. მაგალითად, MRT-ის სურათები, ხო, როგორ უნდა გაშიფროს და როგორ უნდა იპოვოს ზუსტად ის წერტილი, რომელსაც შეიძლება ადამიანი თვალით ვერ პოულობდეს. ანუ მაგალითად სოკოვან დაავადებებზე ვიცი რომ ძალიან აქტიურად ატრეინინგებენ ახლა AI-ს იმისთვის რომ სოკოებით საკმაოდ რთულად დიაგნოსტირებადი არის რა, იმიტომ რომ შეიძლება ერთმანეთს გავდეს ან ერთი და იგივე სოკო შეიძლება სრულიად სხვადასხვანაირ გამოხატულებას გვაძლევდეს კლინიკურ სურათს და ამიტომ რაღაც AI-ს ამაზეც ამუშავებენ. სურათების იქით, რა თქმა უნდა, მთელი რიგი ინფორმაციების მიწოდებაც ხდება ალგორითმებზე. ვერ ვიტყვი რომ ეს ყველაფერი დღეს არის აბსოლუტურად სანდო, მაგრამ სწრაფი მეთოდი არის სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტირებისთვის და ხა ადამიანის და AI-ის კომბინაცია შეიძლება იყოს იდეალური იმისთვის, რომ სწრაფი დიაგნოსტირება მოხდეს და სწრაფად გაიწეროს მკურნალობის ალგორითმი. ახლა მით უმეტეს როცა მივალთ ჩვენ უზარმაზარ მონაცემებთან, რომლის ანალიზიც ადამიანისთვის არის შედარებით უფრო ხანგრძლივი და პრობლემური შეიძლება AI-ისთვის აღარ იყოს. მე ამაში მაქვს საუბარი, მე ამაზე საუბრობ, როცა ვფიქრობ გენეტიკურ ინფორმაციასთან, რომელიც არის უზარმაზარი, ხო, ძალიან მოცულობითი, ხო, ჩემი მთლიანი გენომი რო გაიშფროს, უზარმაზარი მონაცემებია და AI-მ შეიძლება ძალიან მარტივად იპოვოს ზუსტად ის ერთი მუტაცია, რომელიც იწვევს ჩემ კლინიკურ პრობლემას. რასაც ადამიანები ესე მარტივად ვერ მიაკნებენ. და მე მგონი ბოლო შეკითხვა მექნებოდა ეგეთი რომ ანუ საუბრობთ ახლობით რაღაც ახლომაზე გინდათ 20-30 წელი, მაგრამ საბოლოო ჯამში თავში ვახსენეთ სიცოცხლე და მისი თანდევია ეს დაავადება, ხო? და შენ წარმოგიდგენია ეგეთი სიცოცხლის მიღწევა მედიცინით, სადაც შესაძლებელი შეიძლება იყოს დაავადებების გარეშე სიცოცხლე?
ოდესმე შეიძლება უნდა იყოს საერთოდ თუ უბრალოდ ძალიან ფილოსოფიურია და მანდ ძალიან მნიშვნელოვანი არის მართლა განმარტოთ ის რა არის მაშინ სიცოცხლე და რა არის დაავადება, იმიტომ რომ თუ სიცოცხლე, ანუ თუ ჩვენ უკვდავებაზე ვსაუბრობთ, რაც ალბათ ძალიან შორი პერსპექტივა და რაც ფილოსოფიურია მართლა, ხო? შეიძლებაკვდავებაში არ არსებობდეს დაავადებები და არაფერი არ კლავდეს და ყველაფერი აირიდო, მაგრამ იქაც კი მე დაავადება მესმის იარსებებს და რაღაცა მოხდება. აი მანდ როგორ მესმის უკვდავებაც კი სულ რომ მედიცინის დონეზე მიაღწიო, მანდაც მესმის რომ სულ რაღაცას მიიღებ, რაც ან რევერსიას მოახდენს რაღაც, მაგრამ ის რაღაც პროცესები მაინც იქნება და ის დაავადება მაინც გაჩნდება, რომელსაც ჩვენ უბრალოდ დაამარცხებ. კი, ალბათ, მეც ეგრე მგონია, მით უმეტეს ახლა ჩვენ მაინც ესე ცოტა ეგოცენტრულები ვართ და ადამიანებზე ვსაუბრობთ, მაგრამ დაავადებები ახლა მარტო ადამიანებს ხო არ ემართებათ, ძალიან ბევრნაირი დაავადება არსებობს და სიცოცხლის უამრავი ფორმა არსებობს და ალბათ სიცოცხლე არ არსებობს დაავადების გარეშე. ხო, რაღაცა ის არის თანმხლები. უბრალოდ ერთმანეთს ვავითარებთ, ჩვენ ვავითარებთ. ანუ დაავადებები გვაძლევენ საშუალებას, რომ ჩვენ წავიწიოთ წინ და ჩვენი წინ წაწევა მერე აძლევს мотиваციას დაავადებებს, რომ თვითონაც წაიწიან წინ. ეგ არის, ხო. მოკლედ მაგაზე იზრუნონ დაავადებებმაც და ჩვენც ვიყავთ, ხო? არ მარტო ადამიანი, ზოგადად სიცოცხლე, თორე თვითონაც დარჩებენ უმუშევრები, ესე ვთქვათ. ეგრე გამოდის. მადლობა ძალიან დიდი, რომ ჩვენც იყავი. ძალიან საინტერესო იყო, ძალიან საინტერესო იყო ჩემთვისაც. მადლობა, კიდე მოვალ. ხო, უეჭველი. რამე თემაზე ვილაპარაკოთ. და გვექნება პროფესიოლაპარაკო. მადლობა ჩვენ channel-საც, მაყურებელსაც და რა ვიცი, გამოგვიწერეთ როგორც Facebook-ზე, ისე YouTube-ზე, Next on Gym. გისურვებთ ჯანმრთელობას.